ხორცის მწარმოებლებმა ასოციაცია დააფუძნეს, რაზე იმუშავების გაერთიანება გეყვებით რამდენიმე წუთში. ეროვნულ ბანკში ფიქრობენ, რომ დაკრედიტების 13-14%-იანი ზრდა არის ის მდგრადი დონე, რაც უზრუნველყოფს მომხმარებელს ისევე გაეზარდოს ვალის ტვირთი, როგორც ეზრდება შემოსავალი. წელს საქართველოში შუა აზიიდან 115,416 საერთაშორისო ვიზიტი დაფიქსირდა 3%-ით მეტი შარშან 6 თვესთან შედარებით. საქართველოდან ფეროს შენადნობების ექსპორტი 54%-ით გაიზარდა საექსპორტო ბაზრებზე, 157,9 მილიონი დოლარის ფეროს სილიკო-მანგანუმია გატანილი. 8 წლიანი პაუზის შემდეგ ბათუმის ნავთობტერმინალმა საავიაციო საწვავის გადაზიდვა განაახლა. ევროპიდან ყაზახეთში საავიაციო საწვავის მიწოდება ბათუმის გავლით მოხდება. მოგესალმებით, ეს BMG რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმე ნაბებს BMG-ს გუნდთან ერთად ნინო ტაბატაძე წარმოგიდგენთ. რეფინანსირების შესახები 3 წლიან მინიმუმზეა. ივლისში ქართულმა ბანკებმა ეროვნული ბანკისგან რეფინანსირების შესახები 3-ჯერ აიღეს, სამივე შემთხვევაში აღნიშნული კრედიტების მოცულობა წინა პერიოდთან შედარებით დაახლოებით 93%-ით იყო შემცირებული და საშუალოდ 322 მილიონ ლარს შეადგენდა. მეტიც რეფინანსირების შესახების აღნიშნული ზომა 2023 წლის ზაფხულის შემდეგ მინიმალურია. შედარებისთვის პიკურ პერიოდში რეფინანსირების შესახები 4,5 მილიარდ ლარს აღემატებოდა, ხოლო მაქსიმუმი 5,4 მილიარდი ლარის ოდენობით 2025 წლის აპრილში დაფიქსირდა. კომერციული ბანკები სებისგან რეფინანსირების შესახებს ეროვნული ვალუტის ლიკვიდობის სამართავად იღებენ. ეს არის მოკლევადიანი კრედიტები, რომელთა დაფარვის ვადაც 7 დღეს შეადგენს. უკანასკნელ პერიოდში რეფინანსირების შესახების მოცულობის მკვეთრი შემცირება ემთხვევა საბანკო სექტორში დეპოზიტების ზრდის მნიშვნელოვან ტენდენციას. როგორც წესი, ქართულ ბანკებში დაკრედიტების ზრდის ტემპი დეპოზიტების ზრდის ტემპს აჭარბებს, თუმცა 2025 წლის სექტემბრის შემდეგ დაკრედიტებაზე მეტად დეპოზიტების მოცულობა უფრო მაღალი ტემპით იზრდება. 2026 წლის მაისის მდგომარეობით დაკრედიტების წლიური მატება 13,4% იყო, ხოლო დეპოზიტების მატებამ წლიურად 21% შეადგინა და დეპოზიტების მოცულობა რეკორდულ 71 მილიარდ 300 მილიონ ლარს შეადგენს. შესაბამისად, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ დეპოზიტების ზრდიდან გამომდინარე ბანკებს დაუგროვდათ საკმარისი მოცულობის შიდა რესურსი, რის გამოც მათი მხრიდან სების რეფინანსირების შესახებზე მოთხოვნა შემცირებულია. ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი კი აცხადებს, რომ საბანკო სექტორში დაკრედიტების ტემპი მის მდგრად დონეს დაუახლოვდა. როგორც დავით უტიაშვილმა საქმის კურსის ეთერში განაცხადა, მართალია გასულ პერიოდთან შედარებით შესახების ზრდის ტემპი მცირედით შენელებულია, თუმცა ის თანხვედრაშია ეკონომიკის ზრდის ამჟამინდელ ტემპთან. შეგახსენებთ, რომ ბანკების მიერ გაცემული შესახების მოცულობამ 2026 წლის მაისის ბოლოსთვის 73 მილიარდ 390 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 504 მილიონი ლარი არის გაზრდილი. საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, შესახების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 14,2% შეადგინა. 13-14% ფიქრობთ, რომ არის სწორედ ის მდგრადი დონე, რაც უზრუნველყოფს, რომ მომხმარებელს როგორც ეძება შემოსავალი და ახლობთ ისე გაიზარდოს მისი ვალის ტვირთი, ამიტომ ეს არის მდგრადი დონე, აქ რისკებს ვერ ხედავთ. კომპოზიციას თუ შევხედავთ, იპოთეკური შესახების და ცოტა დაჩქარდა, სამხმარებლო შესახების და კვლავ მაღალია, და გეთანხმებით, რომ თქვათ იგი SME სექტორში შესაძლოა აქტივობა არის ცოტა უფრო დაბალი და მის წილია შესაძლოა ცოტა უფრო დაბალი, ვიდრე ჩვენ ვისურვებდით. ფაოს ჩართულობით საქართველოში ხორცის მწარმოებელთა ასოციაცია დაფუძნდა, რომლის მთავარი მიზანია სექტორის წარმომადგენლების გამარტივებული კომუნიკაცია ფერმერებთან, მომხმარებლებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან, საერთაშორისო თუ ადგილობრივ პარტნიორებთან, რამაც საბოლოო ჯამში ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში სურსათის უვნებლობას, პროდუქციის მიკვლევადობასა და ხორცის სექტორის მდგრად განვითარებას. სექტორში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ფრაგმენტიზაცია და ერთიანი ინტერესების ირგვლივ კოორდინაცია. რა გამოწვევებია ხორცის მწარმოების კუთხით საქართველოში და რა შესაძლებლობებს ქმნის ასოციაცია ამ პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის კუთხით. მიხეილ სოხაძე, ფაოს პროექტების მენეჯერი, გვერდდება საქმის კურსში და მასთან ერთად ვისაუბრებთ თემაზე. მოგესალმებით. გამარჯობა. მადლობა, რომ შემოგვერთდით. პირველ რიგში საინტერესო არის პრეცედენტის შექმნა, იმიტომ რომ ეს ის სექტორი იყო, სადაც გაერთიანება და კოორდინაცია არ გქონდა.
ბაზრის მოთამაშეების კუთხით, რეალურად ვის გაერთიანებს ეს ასოციაცია და როგორ იქნება ფაულის ჩართულობა ამ ნაწილში? კი ბატონო, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, ძალიან საინტერესო თემა არის. უკვე წლების განმავლობია, რაც გაეროს ეს და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, შვეიცარიის და ავსტრიის შესაბამის სააგენტოების დაფინანსებით ახორციელებს რამოდენიმე პროექტს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ცხოველთა identifikация, რეგისტრაციას, ცხოველებისა და მათგან ნაწარმოები პროდუქტების მიკვლევადობას. ეს ბოლო რამდენიმე ხანია, რომელიც სოციალურ სააგენტოსთან ერთად ხორციელდება, ხოლო ბოლო წლებია, რაც უკვე იქმნება და უკვე ჩამოყალიბებულია ფერმის მართვის სისტემა, რომელიც უშუალოდ ფერმერებს მოემსახურება, ისევე როგორც სამეცნიერო კვლევით ცენტრს, გულისხმობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროფესორად. შესაბამისად, როდესაც გვიწევდა ფერმერებთან ურთიერთობა და ამ იდენტიფიკაციის რეგისტრაციის სისტემიდან გამომდინარე ხორცის წარმოებლებთან მუდმივად იყო ეს თემა მათგან ძირითადად სწორედ აქცენტი გადატანილი ამაზე რომ არ არსებობს საერთო პრობლემა იცით მოგეხსენებათ როდესაც რაიმე პრობლემა შეექმნება ყველა ცდილობს რომ ცალ-ცალკე თავისი გზებით ასე ვთქვათ სამინისტროსთან რაღაც რომელიღაც თანამდებობის პირთან რაღაც დაალაგონ რომელიც საკმაოდ დისკომფორტს უქმნის მათაც და სახელმწიფოსაც, იმიტომ რომ ერთი კაცის მიერ მიტანილი რაღაც პრობლემა, ერთი კაცის მიტანილი პრობლემაა, ხოლო როდესაც ამის უკან უკვე სექტორი დგას, რა თქმა უნდა, ეს უფრო საკმაოდ წონადად აღიქმება სახელმწიფოს მხრიდანაც. ამიტომ სწორედ ამასაც ჩიოდნენ, რომ აი მარტო რომ მივდივარ, აი რაღაც არავინ არ ამყვა და აი ესე მარტო დავჭი და პრობლემად დარჩა. ის პრობლემა, რომელიც მარტო ჩემი არ არის, არამედ ბევრის გადასაწყვეტია და ბევრს უქმნის გარკვეულ დისკომფორტს მინიმუმ თუ არა სერიოზულ პრობლემას. ამიტომ სწორედ ამიტომ ეს გახდა მიზეზი, რომ ეს ადამიანები გარკვეულწილად ერთად შეგვეკრიბა, მოგვეყარა და მათთვის თავი და მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებები ბევრი არსებობს და სხვადასხვა მიდგომა აქვს, სხვადასხვანაირად ფიქრობენ, გადაჭრის გზებსაც სხვანაირად მოიაზრებენ. პირველ შეხვედრამაც აჩვენა სხვათა შორის, მაინც იმავე შეხვედრაზე ძალიან ბევრი დადებითი ნიუანსიც გამოიკვეთა, ანუ ადამიანები, რომლებიც რაღაცა ცოტა პოლემიკაში შევიდნენ, საუბრის ბოლოს აღმოჩნდა, რომ თურმე ბევრი საერთო ქონიათ და საერთო გზებიც აქვს, ასე ვთქვათ, საერთო გზებით შეიძლება დასახონ და ამ გზაზე იანო, რომელიც ყველასთვის მომგებიანი იქნება ბოლოს და ბოლოს. დიახ. მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს ამ სექტორს, ეს არ არის მარტივი სექტორი. ჩვენ ვცდილობთ ხოლმე გავაშუქოთ ეს პრობლემები და არაერთ გამოწვევას ვაწყდებით. მათ შორის ფრაგმენტაცია, მათ შორის აი თქვენ სახსენეთ ინტერესების სხვადასხვაობა, უამრავი პრობლემა არის, ერთ ვერ იპოვია, ასე ვთქვათ, საერთო ხმას ამ მიმართულებით. ძირთად აი რა პრობლემებს აწყდებიან, რაზეც უნდა იმუშაოს საბოლოო ჯამში ამ ასოციაციამ, აი რამდენიმე პრობლემა რომ ჩამოაყალიბოთ და გამოვყოთ. კი ბატონო. მოკლედ პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ ამ ხალხს რაც აერთიანებთ, ეს არის ხორცს პროდუქტები, ხორცი და ხორცს პროდუქტი, ანუ საბოლოო პროდუქტი. ეხლა სწორედ აი იქ მიმავალი გზა შეიძლება სხვადასხვა გზა იყოს. ვიღაცა შეიძლება მწარმოებელი იყოს ხორცის, ვიღაცა შეიძლება იმპორტიორი იყოს. ვიღაცა შეიძლება ორივე ერთად, მწარმოებელიც იყოს ამ ფერმერი და იმპორტიორიც, ვიღაცა მხოლოდ ემსახურება დარს, ანუ სასაკლაობს ან ამ იმას რა ქვია, გადამუშავებას არის ჩართული. მათი საერთო პრობლემა არის ზუსტად ის, რაც სახელმწიფოსაც ასე ვთქვათ პრობლემათ აქვს. ეს არის არალეგალური ამ საქმეში არალეგალური პროცესები, რომლებიც აი მაგალითად ხშირად ვნახავთ ხოლმე რომ ხეზე ჩამოკიდებული პირუტყვი რომელიც იყიდება ქუჩაში. ეს ერთ-ერთი ურთულესი და უმძიმესი პრობლემაა. რაზეც იმ დღესაც ისაუბრეს. ასევე დიდი პრობლემა არის ქვეყნიდან მოზარდი პირუტყვის გადინება, რომელიც საკმაოდ ისეთი საკმაოდ რთული პრობლემაა, იმიტომ რომ ერთი მხრივ ეს არ არის ქვეყნისთვის კარგი, იმიტომ რომ ფაქტიურად მოგება სხვაგან მიდის. თუმცა ამას ვერც დაუშვი ვერავის, იმიტომ რომ ეს მისი ხმოვარი და სადაც უნდა იგაყიდეს. შესაბამისად, აქაც საკმაოდ ბევრია სამუშაო. გარდა ამისა, რომ მიწოდების ჯაჭვში გარკვეული ახალი რეგულაციები შემოდის სახელმწიფოს, რაც ერთი მხრივ ძალიან კარგია, იმიტომ რომ ჩვენი კანონმდებლობა არის ევროპულის კოპირება ფაქტიურად, ამიტომ კაცრდება მოთხოვნები და ამ მოთხოვნების გამკაცრებასთან ერთად ექნებათ გარკვეული პრობლემები კი არა, უფრო სწორად რაღაც დისკომფორტი ესე ვთქვათ და ყოველთვის ვცდილობენ წარმოებლები რომ
გვერდი აუვარონ ამ პრობლემებს, ამ ახალ გამოწვევებს. სურსათის უნებლობის ხასპის მიმართულებით. კი ბატონო, თუნდაც და ამ დროს იცით რა კონსოლიდირებული ხმა, ამ დროს გარკვეულწილად თუნდაც ფინანსების მოზიდვის მხრიდან ძალიან მარტივი იქნება, იმიტომ რომ ჰასპის დანერგვა საკმაოდ არ არის ეს იაფი, ერთხელ თუ დანერგავს, შემდეგ რა მარტივია მისი მართვა თუ იცი რა თქმა უნდა. და გასწავლიან კიდევაც, თუმცა როდესაც ვცდილობ რომ ეს გააკეთო, ეს დანერგო ჰასპის სისტემა შენს წარმოებაში და რამოდენიმე ადამიანი ხართ ამაში ჩართული, უკვე მომსახურება შესაბამისად ადვილი ხდება. ეს ძალიან მცირე ჩამონათვალია იმისა, რა თვითონ უშუალოდ უკვე აწყდებიან ამას იმპორტიორები, ცალკე აქაური ფერმერები. ფერმერებს მე ამ შემთხვევაში გულისხმობ მხოლოდ მათ, ვინც სუქებაზე მუშაობს, ანუ ეს არ არის მერძეული მიმართულების ან შერეული მიმართულების ზელაპარა საუბარი არიან ფერმერები, რომლებიც ორიენტირებული არიან ხორცის წარმოებას, ანუ ყიდულობენ ან შემოყავთ, გამშველობა სატყიდულობენ ეს პირუტყვი, შემდეგ ასუქებენ სუქებაზე ყავთ და გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე ყიდიან. და იცით რა არის ნიშანდობლივი, ერთ-ერთი ფერმერი იყო, რომელიც აი ესეთი ფერმერი, რომელიც თავისი ფერმა აქვს, შემდეგ ეს უკვე სასაკლაოზე გადაყავს ცხოველები, თუმცა ის არის ასევე ხორცის იმპორტიორიც. ეს იმას მიანიშნებს, რომ ორივე სეგმენტს თავისი მყიდველი ყავს, ასე ვთქვათ, როგორც მოგეხსენებათ ახლა ეს აქ ნაწარმოები ხორცის ძირითადად მიდის რესტორნებში, ან ისეთ ადგილებში, სადაც უფრო ასე ვთქვათ, მის გემონათვისებებზე არიან ორიენტირებული, ხოლო აი ეს გაყინულ კიდე თავისი სეგმენტია, გაყინულ გაგრილებულს. ასე რომ, ყოველთვის არსებობს ლავირების საშუალება და პრინციპში ყველა თან ხდება იმას, რომ ქვეყანაში უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმო სწორედ ხორცის მიმართულებას, მეხორცული ჯიშების განვითარების მიმართულებას, აქამდე ეს კეთდებოდა უფრო მეტად მერძეული ჯიშის განვითარებისთვის და სწორედ ესეც იყო ერთ-ერთი პრობლემა, რომ დიდი პრობლემა არა, უფრო სწორედ გამოწვევა, რომ რაღაც სუბსიდიები, რომელიც არსებობს ქვეყანაში, უფრო მეტი მიდიოდა ამ მერძეული მიმართულების პირუტყვის განვითარებისთვის, ხოლო ეს მეხორცული ცოტა განზერჩებოდა. თამაზეც ვისაუბროთ, აი თავარი რაც გვიშლის წარმოებაში ხელს, იმიტომ რომ მოხმარება იზრდება ხორცის, დეფიციტური არის, ფასები ძალიან მაღალია, მზარდია, თუ ახლა ბოლო 5 წლიან პერიოდში ვხედავთ, საკმაოდ არის გაძვირებული. რა გვიქმნის პრობლემას წარმოების კუთხით? აი რაზე საუბრობენ ფერმერები? აი თუნდაც ესეც კაი კითხვა დასვით, როდესაც ყველაზე მეტი არის, ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის საკვები ბაზა. და აი სწორედ საკვები ბაზაზეც იმ დღეს აღმოჩნდა, რომ თურმე ისე გამოდის, რომ რამოდენიმე ფერმერი იქვე მოილაპარაკეს და გადაწყვიტეს, რომ ერთად უფრო იაფად შეიძენენ როგორც მოგესწრებათ, თუ ყიდულობ ბითუმად, ანუ დიდი რაოდენობით საკვებს ის გაცილებით იაფი გიჯდება. შესაბამისად, ყველაზე მაინც დიდი პრობლემა რჩება და გამოწვევა ქვეყანაში ეს არის საკვები ბაზა, რა თქმა უნდა, იმ ცოდნასთან ერთად. თუმცა ის ადამიანები, რომლებიც აღნიშნულ ასოციაციაში გაერთიანდნენ და მომავალშიც გაერთიანდებიან, დარწმუნებული ვარ, დაემატებიან საკმაოდ ისინი მათ მიიციან, ის ბიზნეს ორიენტირებულები არიან და რეალური ფერმერებიც არიან განსხვავებით სამწუხაროდ მე ყველას ფერმერს ვერ დავარქმევ, ვისაც პირუტყვი ყავს, იმიტომ რომ მათ სათანადო ცოდნა და არც ეს განვითარების არანაირი ინტერესიც არ აქვს. თუმცა აღნიშნულ ხარს ეს ესმის, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ის დაუშვათ ის ფაქტორი, რომ ქვეყანაში ცხოველების რაოდენობა მცირდება, არ არის საგანგაშო, არ არის ცუდი, იმიტომ რომ წარმოება იზრდება, თუ მაგალითად პირუტყვი 300 კილომდე იზრდებოდა, შესაძლოა ეხლა უკვე ისეთი ფერმებია, რომელთაც აი ამ ჯიშობრივი გაუმჯობესების კუთხით 800-900 კილოზე ადიან, ასე რომ აი ამ ხრივადაც უკვე საკმაოდ კარგი ტენდენცია და სწორი განვითარება მიდის. არის ძალიან კაი ტენდენციები, თუმცა ძალიან ნელა ხდება და თავარია რომ მათმა შეძლონ საერთო ენის გამონახვა და რა თქმა უნდა ბევრი ფაქტორია რომელიც ხელს უშლის. რადგან არის ერთ-ერთი ხელშემშლელი ფინანსები მათ შორის. სახელმწიფოს რო თქვენ ახსენეთ ახლა რომ აი რაღაც სუბსიდიები უფრო მიდიოდა რძის წარმოების კუთხით და მეხორცულ ნაწილზე უფრო ნაკლები იყო. აი რამდენად შეიძლება რომ თქვათ ისე იყოს სახელმწიფო პოლიტიკა აწყობილი რომ ასეთ მიმართულებასაც არანაკლები ყურადღება დაეთმოს. იყო ამაზე საუბარი, სხვათა შორის სამინისტროში, იქ მეც ვესწრებოდა ერთ-ერთი მინისტრის მოადგილე უძღვებოდა ამათ და იქვე ითქვა, რომ ეს აღარ გაგრძელდება და ამ მიმართულებით უკვე სამინისტრომ
ასე ვთქვათ, მიიღო მე რამდენადაც ვიცი გადაწყვეტილება, რომ მე ხორცშიც გარკვეული თანხა, არა იმ რაოდენობით, თუმცა გარკვეული რაღაც სუბსიდირების გარკვეული ნაწილი წავა. და სწორედ იქვე იყო ერთ-ერთი იცით რა, სწორედ იმ შეკრებიდან მალევე მოხდა ასოციაციის ჩამოყალიბება, ასე რომ ეს სეგმენტი ძალიან კარგად დაინახეს ხორცის წარმოებაში მყოფ ადამიანებმა, რომ საერთო ასე ვთქვათ, ფრონტით ნებისმიერთან გინდა სახელმწიფოთან საუბარი, გინდა შემდეგ მოხმარებლებთან ახსნა განმარტება და ინფორმაციის მიტანა გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე ეს ცალ-ცალკე ყოფნა. როგორც ყველაფერში. ასე რომ მე მგონი კაი ნაბიჯი გადაიტმება. თან ეს შეიქმნა ეს რაღაც ისე თავის სპონტანურად არ მოხდა და გარკვეული გამოცდილებაც დავაგროვეთ ჩვენ ევროკავშირის ქვეყნებიდან. რომელი ქვეყნის მოდელზე არის აწყობილი ეს ჩვენი სისტემა? მადლობა, კარგი შეკითხვა, იმიტომ რომ ბევრი ქვეყანა ყველას თავისებურად აქვს მოწყობილი და გაგიკვირდება თუ ძალიან ბევრი საერთო ვიპოვეთ პორტუგალიასთან. მენტალური მხრითაც სამხრეთის ქვეყანა და გარკვეულწილად ესეთი დამოკიდებულება აქვს როგორც ჩვენთან, არა ზერელი არ მინდა მაგ სიტყვის თქმა, მაგრამ უბრალოდ ცოტა სხვანაირი ვიდრე დავუშვათ გერმანელს და ნორვეგიელს. შესაბამისად, მათი სწორედ მათი მოდელი იქნა გადმოღებული, ის პიროვნება ქალბატონი გახლავთ ხათაშორის როგორც ჩვენთან ასოციაციის ხელმძღვანელი იყო საქართველოში იმყოფებოდა რამოდენიმე ფერმერიც ნახა ხორცის მწარმოებელს სასაკლაუზეს იყო ცხოველ და მოკლედ სიტუაციას გაეცნო და სწორედ მისი რეპორტის შესაბამისად შემდეგ უკვე დავიწყეთ ასოციაციის შექმნის წახალისება, მაგრამ როგორც თავიდანვე მოგახსენეთ, მაინც ინიციატორები უშუალოდ თვითონ ხორცის მწარმოებლები არიან. FAO არის ახლა ჩართული, ასე ვთქვათ, მიმართულების მიმცემი ამ ასოციაციისთვის. აი რა ეტაპამდე ფიქრობთ, რომ თქვენ გაყვებით, ან აი რა ვადა არის დაწესებული იმისთვის, რომ ვთქვათ, დამოუკიდებლად ცურვა შეძლოს უკვე მე ასოციაციამ, ან მიზნები როგორი უნდა იყოს, აი ვთქვათ, სამწლიან პერიოდში როგორ უყურებთ თქვენ აი ასოციაციამ რას უნდა მიაღწიოს? ხო, ეს ყველაზე უფრო რთული ფაზა გახლავთ, იცით რა, საერთოდ ყველაზე რთული ამ ქვეყანაში არის ნდობის მოპოვება. ეს ძალიან სკეპტიკურად უყურებენ ერთმანეთს, რაიმე გაერთიანებას, ამას თავისი რა თქმა უნდა წინაპირობები აქვს, აი კოოპერატივებიდან მოყოლებული 90-იანი წლების და რაღაც ვერ გამოვედით ამ სტერეოტიპიდან, რომ ეს ერთად ყოფნა საკმაოდ კარგი შედეგები მოაქვს. ასოციაციები იდეაში რაც არსებობს, ეს ხელოვნურად ვერ ჩამოაყალიბებ, მას საერთო ინტერესები უნდა ჰქონდეს, ძირითადად თავდაპირველად ასოციაციები რეალიზაციის კუთხით იქმნება და საერთოდ ევროპაში და ეს ფაქტურად მათზე დგას მთელი ეს აგრარული უამრავი სექტორი, არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით და იცით რა არის, მაგრამ აქ აღმოჩნდა რომ ცოტა მეტი ასე ვთქვათ სტიმულირება ჭირდებათ და სწორედ მაგიტომ მოხდა რომ ამ სექტორში დასაქმებული ადამიანებმა გარკვეულწილად გთხოვეს რომ მოდი მოგვეხმარეთ და მე რაღაცას ჩვენით გავაგრძელებთ და გარკვეულწილად ამ თხოვნამ სწორედ უბრალოდ ამ თხოვნამ ჩვენც მოგცა იმის საშუალება რომ გარკვეული თანხების მობილიზება გავაკეთებია და ნუ მოკლედ რამოდენიმე ხნის ვფიქრობთ რომ ახალწლამდე შევძლებთ ასოციაციის დახმარებას ნუ იქ სამუშაო ადგილის სადაც შეიკრიბებიან ხოლმე იმ ხელმძღვანელი პირის უბრალოდ ხელმძღვანელი არ იქნება ის უფრო კოორდინატორი იქნება და გარკვეულწილად აი ამ სხვადასხვა სეგმენტ შორის კომუნიკაციას უზრუნველყოფს შემდეგ გარკვეული ინფორმაციის მიმოსვლას მათ შორის და შემდეგ ის თვითონ უკვე მიიტანს ამ პრობლემას თუ გადაჭრის გზის ვარიანტებს უკვე ხელმძღვანელ ორგანოებთან ასე რომ აი ამ მთელ ამ პროცესს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენ უზრუნველყოფთ თუმცა რა თქმა უნდა ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება და ვფიქრობთ რომ გარკვეული მდგრადობა უნდა შეიძინოს ამ სექტორმა რამოდენიმე თვეში. ეხლა არ მინდა რაღაცა ყავაზე მარჩილობასავით გამოვიდეს, თუმცა არ შეგვაქვს აი ეს პრობლემები, რომელზეც ჩვენ თავიდან ვისაუბრეთ და ვნახოთ როგორ შეძლებს აი ეს ასოციაცია თავიდან შედეგის დადებას. ეს შედეგი მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში უნდა იყოს აი ერთი ან ორი პრობლემას რომ გარდაიჭრას და ეს ასოციაციის წევრებმაც დაინახონ და სახელმწიფოებმაც მისი ამ ასოციაციის არსებობის მნიშვნელობა ვფიქრობ რომ ამ ასოციაციას უკვე საომოლოდ მის გადიდებას გაზრდას და ფინანსურ სიძლიერესაც ხელს ვერავინ და ვერაფერი შეუსლის ძალიან პოზიტიურია ზედმეტად თუმცა მაინც ვიმედოვნებ რომ
ყველაფერი კარგად იქნება. დაველოდოთ, როგორი მუშაობს ასოციაცია, საინტერესოა, ჩვენ აუცილებლად მოვისმენთ მათ აზრებსაც. მიხეილ სუხაძე, ფაოს პროექტის მენეჯერი იყო ჩვენი სტუმარი და საუბრობდით ხორცის მწარმოებელთა ასოციაციასთან დაკავშირებით. საქმის კურსი ამით დასრულებულია. 17 საათი და 30 წუთზე ბრუნდებით პირდაპირ ეთერში.